მოგესალმებით მონადირეებო. დღეს მინდა ერთი ესეთი რამ გაჩვენოთ. ეს არის კარბონის თამასა, რაც იარაღებზე მაგრდება ხოლმე, ოღონდ იქ იმ შემთხვევაში ფეხები აქვს ესე რომ ლულაზე დაეყრდნოს, მაგრამ რახან ჩვენ გვჭირდება უკვე არსებულ თამასაზე დამატება სიმაღლის, აი ესეთი კარბონის თამასა, რაც არის კლასიკური იარაღის მასალა, არის ბატონო ჩემო, ეს კონკრეტული არის 91 სანტიმეტრის სიგრძის, 8 მილიმეტრი აქვს აქეთ სისქე და ჩამოდის 5 მილიმეტრამდე წვერისკენ. სიგანე კი ძირითად თოფებს რაც აქ 8 მილიმეტრი არის, ანუ სპორტული თოფი თუ არ არის, 8 მილიმეტრი აქვს ძირითადად ყველა თოფს, სანადირო თოფს თამასა. ჩვენ გვინდა ამისი ინტეგრირება თოფზე, რომ მივიღოთ მაღალი სამიზნე თამასა. არის კარბონის გამომდგარი გამძლე მასალა და გვაქვს ერთი ესეთი ვარიანტი გამზადებული. აქ ხო ხედავთ, ანუ ეს არის ასე რომ ვთქვათ, მოოთხკუთხედო ფორმის თამასა. მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ეს კონუსი 76 მილიმეტრის სიგრძეზე, როგორც არის სავაზნე, რომელსაც დავადგამთ ჩვენს ახალ Air Control Extremes, სამიზნე წერტილიც ესეთნაირად დავაფიქსირეთ აქ. აი ესეთი რამეა. რამდენი მტვერი ჩანს მზეზე, არა და რამდენი მტვერი არ ყრია რეალურად. და ისა რა ქვია, გამოდის ძალიან ლამაზი და კოხტა და რა ვიცი, აი ძალიან მაგარი გამოდის თოფზე რა. მეც შემთხვევით აღმოვაჩინეთ, ჩემმა მეგობრებმა დამაკვალიანეს, ლევანიმ და ალექსიმ გამაგზავნეს ზახარა არის ესეთი ბიჭი, სახელი ქვია, რომელიც მუშაობს ქარავანის ფილიალში. რა ქვია იმას კაცო, მუხიანის ფილიალი რო არის ქარავანი, იქ რო ბიჭი არის გამყიდველი, აი იმ ბიჭს ქონდა ესენი გასაყიდად და მითხრა რომ რა ვიცი, თუ ვინმეს დააინტერესებსო, გამოუშვით ჩემთან, არ არის პრობლემაო. მოკლედ იქ ვიყიდე მეს, პატივისცემით მომცეს იაფად, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ღირს სადღაც თუ არ ვცდები 150 ლარის ფარგლებში, ან 130 ლარის ფარგლებში, მაგრამ მე უფრო იაფად მომცეს ესეთი კუბიკი. ოღონდ მახსოვს მითხრა, თუ არ ვცდები, რომ 200 ლარათო გავუკეთებო თავისი თოფზე მორგება ინტეგრაციითო, ვისაც დააინტერესებსო რა. ხო და ბატონო ჩემო, აგერ არის ეს მასალა, აი ესეთი არის, შემდეგ უკეთდება ესეთი კონუსი, წინ იხვრიტება სამიზნე წერტილის სამაგრი და შემდეგ ფიქსირდება თოფზე. თუ თქვენ შეძლებთ იაფად იყიდით და იაფად გავაკეთებთ, თუ არა და 200 ლარად მოკლედ გავაკეთებო თოფზე ინტეგრაციასო ამ სამიზნე თამასისასო. ესეთნაირად ბატონო ჩემო. განახებთ თოფზეც როგორი იქნება. ხო, ეს კიდე ჩემს ATSP-ზე მოხსენი, ჩემი არსებული ალუმინის დაკარბონებული თამასა და ამას კიდე არ ვყიდი, გავაჩუქებ, ვისაც მოუნდება, მსურველმა შემეხმიანოს და ვინც დაასრებს და ვინც მოასრებს და ვინც პირველი შემეხმიანება, მოკლედ იმას გავატან. ეს ვიცით რომ ორ ნაწილად მაქვს აწყობილი, ამისი ყველაფერი ახსნილი მაქვს, ეხლა თავიდან არ დამაწყებინოთ ამისი ახსნა. ესეთი რაღაცა, რომელიც ჩამოცმით ფიქსირდება სამიზნე თამასაზე. მოკლედ დროებით თამასა მოვარგეთ ACMR სერიას.
დროებით მოვარგეთ თამასა, დროებითი თამასა კი არა, დროებით მოვარგეთ თამასა. ესეთი ჩვეულებრივი ქაღალდის ძებოვანი ლენტით, რომ მივისროლოთ მიზანში და ვნახოთ ისვრის თუ არა ზუსტად და სწორად. 8 მმ გვაქვს აწეული ამ მონაკვეთში, 5 მმ გვაქვს აწეული ამ მონაკვეთში. ანუ 3 მმ-იანი კონუსი მოდის დახრილობით. და სიგანი გვაქვს 8 მმ, რაც არის თავისი არსებული დიამეტრი. ვნახოთ ახლა 15 მეტრიდან ვესვრი, რადგან ეს არის კლასიკური მანძილი. 15 მეტრიდან რო გაიგო თოფს ჯგუფი სად მიაქვს, მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით თუ როგორ. ჩვენ ვიცით, რომ ამ ჩემს თოფს მიაქვს სწორად ისვრის იქ, სადაც უმიზნებ. ვნახოთ ამ თამასის დაყენების შემდეგ და 3 მმ-იანი წინ დახრის შემდეგ რამდენად სწორად გაისვრის და შეცვლის თუ არა რამეს. მე თუ მკითხავ, არაფერს არ შეცვლის. მოკლედ ბიჭებო, ეს არის 15 მეტრიდან ნასროლი და ცენტრი აქვს აბსოლუტურად აღებული. თანაბრად, ანუ აქ არის ეხლა სამი ვაზნა ნასროლი და აბსოლუტურად აღებულია ცენტრი რა. წერტილს შევდიოდი, ანუ წერტილით ვფარავდი ამ შავ წერტილს და ვესროდი ის. და აი უმნიშვნელოდ შეიძლება ითქვას, რავი, რამდენით 2-3 სანტიმეტრით შეიძლება მაღლა იყოს ჯგუფი დამჯდარი, შეიძლება ეგეც. ანუ წითელ წერტილზე რო დავსვათ ეს შავი წერტილი ზემოდან და ვესროლოთ, გამოვა აბსოლუტური ცენტრი, თუმცაღა არც ესე არ არის სხვაგან წასული საფანტი, ასე რომ ვთქვათ, ესეც ესეთი დამიზნების სტილიც ნებისმიერ მანძილზე აიყვანს ფრინველს, სადაც გლუვი მუშაობს, მაგრამ აბსოლუტური სიზუსტისთვის ასეთი დამიზნების ტექნიკა კარგი იქნება. და სხვათა შორის ჰაერში გადამფრენზე როცა ნადირო ფრინველის გადაფარვა რო არ გიწევს და ის ზევიდან სვავ კორაზე და ისე ესვრი, ისე აყოლებ, უსწრებ და ესვრი, უფრო აკონტროლებ ყველაფერს სათხარ ფრინველთან. და მე მომწონს ეს სტილი და მიმართულება, რომ ესეთნაირი გამოვიდა. ანუ ის 8 მმ უკან და 3 მმ-ით დახრა წინ 5 მმ-ზე რო დადის, არსებითად ცენტრს არ ცვლის, პირიქით იგივე სტოვებს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დამიზნებს დროს ეგ 2 და 3 მმ სხვაობა ჩვენ თავადაც მოგვდის თვალში. აი ეს არის. მოკლედ გავსინჯავთ ATSP-საც. დროებითი ის გვაქვს დაყენებული და ეს დასამოკლებელია, მაგრამ ჩვენ მაინც გვეყოფა იმისთვის, რისთვისაც გვჭირდება. აქ გვაქვს 12 სანტიმეტრი უკან აწევა და 12 სანტიმეტრი მეტი 12 მმ არის უკან აწევა და 5 მმ არის აქ, ანუ 7 მმ-ით არის კონუსი. აი აქ ველოდებით, რომ სტანდარტული დამიზნებით ჭური უნდა მოხდეს სამიზნე წერტილს მაღლა, ანუ რომ მიუშვერი იმ ადგილას მაღლა უნდა დაჯდეს მოხვედრის წერტილი. აბა ვნახოთ ახლა რა იქნება. და აი ორი ვაზნის მისროლის შედეგი დაჯდა, ანუ უმიზნებდით აი ესე ძირზე და საფანტის კონა ჯდება ზევით. ეს სამიზნე თამასა გამოადგება იმ ადამიანს, ვისი თოფიც ისვრის დაბლა. დააყენებს და აბატონო ჩემო 10-15 სანტიმეტრით დაახლოებით ცენტრს აუწევს მაღლა. ვისი თოფიც ისვრის დაბლა, მასაებზეა, რეტაებზეა ზოგადად ბევრი ესეთი შემთხვევა და სხვა თოფებზეც. ხო და რასაც ვარაუდობდით და ვიცოდით, რომ ესეც უნდა ყოფილიყო, ესეც მოხდა რა. და აბატონო ჩემო, აგერ არის ეს. ამ სამიზნე თამასას ხელს არ ვახლებ და ვისაც ენდომება, ან მე შემეხმიანოს, ან ასე რომ ვთქვათ, ზახარას შეეხმიანოს და მოკლედ ვისი თოფის დაბლა ისვრის, მოხდება ზედ ამ თამასის ინტეგრირება ესეთნაირად
და თოფი დაიწყებს ზუსტად სროლას, ვისი თოფით ისვრის დაბლა და უკმაყოფილოა მე პატრონი. ყველაფერი გასაგებია. თუმცა ამისი პარამეტრების კორექტირება შეიძლება ამ 13 მმ-ის დადაბლება იმ რეალურ 8 მმ-მდე შეიძლება, მაგრამ გაკეთებულია ეხლა და ხელს არ მოვკიდებ, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ამისი დადაბლებაც არ არის პრობლემა არანაირი. მაქსიმუმ 1 საათის საქმეა. ეს არის ჩვენი ტესტის ფაქტობრივი შედეგი. ბატონოჩი.